არ შემიძლია არ დავიწყო თქვენი ეთერი, აქედან მოვკითხვით სინდისის პატიმრებისა, ხვალ იცით არის დასკვნითი პროცესი, როდესაც ბრალდებულები წარმოთქვამენ დასკვნით სიტყვას, მათ შორის არიან ჩემი თანაპარტიელები და აქედან მინდა მივესალმო ვეფხო კასრაძეს, ვასიკო კაძელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ღიმილის ბიჭებს ყველას უსურვო მათ მხნეობა, თუმცა მხნეობა მათ არ აკლიათ პირიქით მხნეობას გვაწვდიან ჩვენ გადმოგდეს თავისი შეუპოვარი ბრძოლით ციხეში ყოფნა არ არის უმოქმედოდ ყოფნა, ეს არის ბრძოლა, აქტიური ბრძოლა, ისევე როგორც პოლიტიკურმა ლიდერებმა, ხო, ვინც ხედან მამუკა, ბადრი, ზურა, ნიკები, გიორგი ყველამ გვაჩვენეს მაგალითი როგორ შეიძლება ბრძოლას ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა და გამოვლინება. არჩევნები ეს დე-ფაქტო არჩევნებიც არის ერთ-ერთი ბრძოლის მეთოდი, რომელიც ჩვენმა პარტიამ ძლიერმა საქართველოს ლელომ და გახარია საქართველოსთვის ავირჩიეთ ჩვენი მთავარი მიზნის მისაღწევად და ეს მიზანი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ცვლილება ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გზით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დიახ, ბრძოლას აქვს სხვადასხვა მეთოდები, ჩვენ ასეთი ბრძოლა ავირჩიეთ, ისევე როგორც აქტიური ბრძოლა არის ციხეში ყოფნა, თქვით, აქტიური ბრძოლა არის, რასაც რუსთაველზე ყოველდღიურად შეკრებილი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ქუჩის პროტესტის უწყვეტობას. ყველაფერი არის ის გზები და მეთოდები, რომელიც აზიანებს ივანიშვილს და გვაახლოვებს ჩვენს მიზანს, ხო? ქუჩის აქციები აზიანებს ივანიშვილს, სანქციები აზიანებს ივანიშვილს, იზოლაცია აზიანებს და 4 ოქტომბრის არჩევნებიც დააზიანებს აუცილებლად ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რომლის რეიტინგი არის ძალიან რეკორდულ ნიშნულზე საქართველოში გასაშვალოებულად 31% არის, ხოლო თბილისში 24%. 1/4-თან არის თანაფარდობა ქართული ოცნების და ოპოზიციის საერთო რეიტინგისა და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ჩვენ ეს გზა გუშინ საზოგადოებას წარუდექით ჩვენ იმ 25 კაციანი გუნდით, იმ მაჟორიტარობის კანდიდატებით, რომლებიც ვიბრძოლებთ დღეიდან და ვიდრე 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბერს მათ შორის ვივლით საზოგადოებაში გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, გავაძლიერებთ წინააღმდეგობის განცდას და რეალურად ვესაუბრებით ადამიანებს ერთი მხრივ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისზე, იმ მდგომარეობაზე, რაც ჩააგდო ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ეს ქვეყანა და ჩვენი მუნიციპალიტეტები და რომ არ შეიძლება მივცეთ მას საშუალება თავისი ავტორიტარული რეჟიმის სრული კონსოლიდაციისა და მუნიციპალურ დონეზე ჩაბეტონებისა, ჩვენ უნდა გავუჩინოთ ადამიანებს განცდა, რომ დიახ შესაძლებელი არის ამ ძალის დამარცხება. რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორის ერთობლიობით, რომელიც მე ჩამოვთვალე და ნახა საზოგადოებამ იხილა, როგორი ადამიანებით არის დაკომპლექტებული ჩვენი ორი პარტიის კოალიციის ჩვენ შემთხვევაში გუნდები და რა დგას მეორე მხარეს, ვინ არიან მეორე მხარეს, ჩამყაყებული კორუფციის სიმბოლო კალაძე და ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ხრავენ ამ ქვეყანას, მის ბიუჯეტს ნეპოტიზმში ჩაძირეს მთელი ქვეყანა და ქალაქი თბილისი არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მთელ საქართველოში, მთელ სახელმწიფო აპარატში ყველაზე მეტად კორუმპირებული უწყება არის. არ არსებობს მეორე მსგავსი. თავისი ტენდერებით, ჩაწყობებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინ არის მათი მერობის კანდიდატი? კახა კალაძე, ხო? ცნობილი თავისი ჯერ ერთი უტაქტობითა და უზრდელობით და ანტიდასავლური განწყობებით და რიტორიკით, რომელიც ამბობდა, რომ ევროკავშირის ელჩი გასაგდებიაო და მეორე მხარეს ჩვენი საერთო ოპოზიციური კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, ახალგაზრდა, ენერგიული, პატრიოტი პოლიტიკოსი, რომელმაც დაამტკიცა მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა, ამდენი წლის განმავლობაში ჯერ აქტივიზმიდან მოყოლებული და შემდეგ უკვე აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამომდინარე თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ახალი თაობის თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელიც ჭირდება ამ ქვეყანას. ის გუნდი, რომელიც წარდგა ორივე პარტიის მხრიდან, ადამიანები, რომლებსაც საქმით დაუმტკიცებიათ, პროფესიონალიზმით დაუმტკიცებიათ ერთგულება თავისი ქვეყნისა პირველ რიგში, იმიტომ რომ პროფესიონალიზმი პატრიოტიზმს ნიშნავს, ხო, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ვითარებაში
განსაკუთრებით და გამორჩეულად. ადამიანები, რომლებიც ბატონი ზაზა თავისი გამოცდილებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, მაგრამ სხვები საჯარო მოხელეები, აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც არიან ექიმები, იურისტები, სხვანი და სხვანი, რომლებიც ამ ქალაქს წაადგებიან და აჩვენებენ იმის ალტერნატივას, თუ როგორი შეიძლება და უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქალაქი და მეც პირადად ვაზისუბანში იმ ოლქში, რომელშიც ვარ წარდგენილი, ყოველდღიურად ვივლი ამ ადამიანებთან, ჩვენს თანაქალაქელებთან, თანამოქალაქეებთან და ვისაუბრებ სწორედ იმ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებს. და აწუხებთ ის პრობლემები, რომელზეც ქართული ოცნება არათუ არ საუბრობს, არამედ ცინიკურად საუბრობს. ჩვენ ვნახეთ მათ სარეკლამო კლიპში, როგორ ჯერ შეადარეს დაბომბილ უკრაინას და მშვიდობის გზავნილი გადმოიტანეს ამ მუნიციპალიტეტში და ვაკის პარკის ფონი, როგორც იმის ალტერნატივა, მაშინ როდესაც სამწუხაროდ გახდა ის ტრაგიკული შემთხვევა ვაკის პარკის შადრევნის. ეს არის ცინიზმი, ადამიანების დაცინვა, რა პრობლემები არის ჩვენს ქალაქში, რა აწუხებთ ადამიანებს და არა მხოლოდ თბილისში, ბუნებრივია, მთელ საქართველოში, უფრო მეტად რეგიონებში, ხო, როდესაც ჯანდაცვაზე არა აქვთ წვდომა ადამიანებს, პენსიონერებს წამლის ფული რომ არა აქვს. აი ეს არის ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. უსაფრთხოება ქალაქში, რომ 10,000 ავარიული შენობაა და ცოტა ხნის წინ რომ ვნახეთ, ხო, როგორ ჩამოიშალა სადგურის მოედანზე და ამ შენობებში არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის უდიდესი საფრთხე და რომ გაიანგარიშო, თითოეულზე არის 1000 ლარი გამოყოფილი თბილისის ბიუჯეტიდან, უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს თბილისს და რაზე ხარჯავენ ისინი ათეულობით მილიონებს. ეს არის ქართული ოცნების მიდგომა. უსაფრთხოება რეალურად და მშვიდობა სწორედ ამაში გამოიხატება და აქ სჭირდებათ ადამიანებს, აქ სჭირდებათ მოქალაქეებს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში განპირობებული იმით, რომ ქართულ ოცნებას აქვს ესეთი პოლიტიკა და უფრო დიდ ჭრილში რომ დავინახოთ, ეს ყველაფერი არის პირდაპირ კავშირში იმ ორბიტასთან, რომლისგანაც მოგწყვიტეს ევროპული და ამერიკული ორბიტისგან, რომელიც არის ქართველი ხალხის პირდაპირი დავალება, კონსტიტუციით გათვალისწინებული და ამის ნაცვლად ისინი მიგვათრევენ იზოლაციონიზმის უფსკრულში, მიგვათრევენ რუსეთისკენ და ეს პრობლემები ერთი შეხედვით ის გლობალურია და ეს ძალიან ლოკალური, მაგრამ სწორედ ერთმანეთთან კავშირშია, იმიტომ რომ ევროპული სტანდარტი სწორედ ამას ნიშნავს, ღირსეულ ცხოვრებას ნიშნავს, ადამიანებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ სიკეთეებზე წვდომას ნიშნავს, ადამიანის უფლებების დაცვას ნიშნავს, დემოკრატიული სტანდარტის არსებობას ნიშნავს. სამუშაო ადგილებს ნიშნავს, რომელიც საქართველოში აღარ არსებობს, იმიტომ რომ ერთი მხრივ მიგრაცია არის კატასტროფული, დემოგრაფიული კრიზისი დაუდგა ქვეყანას, მაშინ როდესაც ჩვენ გვინდა დავანახოთ ადამიანებს სწორი სახელმწიფო ადმინისტრირებისა და მართვის პირობებში, როგორ შეიძლება შეიქმნას 200,000 სამუშაო ადგილი, მაგალითად მუნიციპალურ დონეზე, რომ არ ვთქვათ სახელმწიფო ცენტრალურ პოლიტიკურ გადაწყვეტებზე.